Podcast Point-ი წარმოგიდგენთ. რას უნდა მოვერიდოთ უფრო ზაფხულში? ვეუბნებოდი თუ მე ზაფხული მოვიდა ჯობია მოდი ახლა არ გაიკეთო, იმიტომ რომ მალე გავა. ყველა ადამიანი ამაზე წუხს. ასაკი ამან არ იცის. პაციენტები ზოგჯერ არის რომ ვუყურებ და მინდა უთხრა აი ნეტა შენ რა. აი რაღაცა ერთი პატარა ლაქის გამო არის რაღაცა დრამა დადგმული. შე შემთხვევებში ჯადოსნურ საშუალებად შეიძლება ჩავთვალოთ, ხო? რა დროს ჩემი მეზოა მე უკვე ბიოსასაკში ვარ. რა არის ყველაზე დამანგრეველი? აი მწეველი ქალები. ცუდ დღეს ძალიან შესახებ. ცუდად აქვთ კანი. რატომ წავდება დერმატოლოგიური დაავადებები სტრესის ფონზე? განერვული და ცემინებას უწყებ. ეხლა დაიფოთლები ხო ეს. რამდენად რეალურია რომ ცისფერი ეკრანის შუქები, ანუ ეს გაჯეტების შუქები აისახებოდეს ჩვენი კანის დაბერების აი პროცესებზე? ნახეთ, ციფრული დაბერება. ანუ გამოდის რომ ეს ცისფერი ეკრანის გამოსხივება უფრო ღრმად ჩადის დერმაში, კოლაგენის დალევით ჩვენი კანი კოლაგენს ღებულობს? არ შეიძლება ბოროტად გამოიყენო კოლაგენი. თმის შეჭრის სალონში რო თუ ჩის მოცულობის შევსება უნდა კეთდებოდეს, გასაგებია. შრალი კანი როცა გაქვს ისედაც და წვრილი ნაოჭებზე არ გქონდეს იმედი რომ რეტინოლმა გიშველოს, გამორიცხულია. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით პოდკასტის მორიგი ეპიზოდით. დღეს კლავ პოდკასტ პოინტიდან, სადაც იწერება ჩვენი პოდკასტები. ძალიან დიდი მადლობა მას პინძლებს. ზაფხული ახლოვდება, სეზონი შეიცვალა. ამიტომ ჩვენც უნდა მოვემზადოთ სათანადოდ იმისთვის, რომ ჩვენი სახის და სხეულის მდგომარეობა სათანადოდ შეხვდეს ახალ სეზონს, ცხელ სეზონს. დღეს ამ თემებზე სასაუბროთ და არა მხოლოდ ამ თემებზე სასაუბროთ. ჩემი კოლეგა მოვიწვია ლელა ყურაშვილი, ბევრი ადამიანი ლელას იცნობთ როგორც თავის დარგის პროფესიონალს, დიდი ხნის გამოცდილების ექიმს დერმატოვენეროლოგს, რომელიც მოღვაწეობს როგორც დერმატოვენეროლოგიაში, ასევე ესთეტიკურ მედიცინაში. ლელა არის ტრენერი, ბევრ ადამიანს ასწავლის, ორგანზე აყენებს და თან გამოცდილი ექიმი. ლელა, მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით. რა არის ის მთავარი რუტინა, რომელიც სეზონთან დაკავშირებით ჩვენ ნელ-ნელა უნდა შევცვალოთ? თუ ზამთარში, თქვათ, ABC გქონდა ტაქტიკა რაღაცა საშუალებების, მთავარი რა არის, რაც უნდა დავიწყოთ გაზაფხულ ზაფხულისათვის? მივესალმებით ჩემს მსმენელს, ასევე მოგესალმებით და ძალიან მნიშვნელოვან თემას ვეხებით, იმიტომ რომ ზოგადად აი ზამთრიდან გადასვლა გაზაფხულზე და ზაფხულზე, ნუ გაზაფხული არა გვაქვს რეალურად. პირდაპირ ზაფხულში შევარდებით. შევდივარ და რეალურად ზამთარი თითქოს აი დაძინების პერიოდი, თითქოს არ ესეა. ანუ ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე ზაფხულში თქვათ მზის უარყოფით გავლენებზე, მაგრამ არანაკლები უარყოფითი გავლენა აქვს ზამთრის პერიოდს ორგანიზმზე. ჯერ ეს ერთია ეს ჟანგბადის ნაკლებობა ქსოვილებში. მერე ქსოვილების გამოშრობა, კანის გამოშრობა, ხო? დატენიანება არის მინიმუმამდე დასული. ჩვენ გონია რომ ზაფხულში აორთქლება რო ხდება და მზეროა, მაშინ კარგად წყალს. სინამდვილეში ზამთარში არის მინიმუმამდე. აი რუტინულადაც ახლა მეც პაციენტს რო ურჩევ რომ მოდი წყალი დაალიევა, მე ზამთარში ვერ ვსვამ და მეც რაღაც ერთხელ ვეუბნები რომ ხო მეც ისე ვერ ვსვამ. ანუ ზამთარში მნიშვნელოვანია წყლის დალევა, იმიტომ რომ ორგანიზმში არის დეფიციტი. იმიტომ არის გაზაფხულზე რომ მე მწვავდება რიგი დაავადებები, კანის დაავადებებს გულისხმობ, თქვათ, მაგალითად ფსორიაზი, ანუ ნეიროდერმიტი, ანუ ესეთი ის გაზაფხულის ბრალი კი არ არის რომ გამწვავდა. აი ეს პერიოდი ზამთრის პერიოდში იყო სტრესში და იფეთქა გაზაფხულზე. ნუ რა თქმა უნდა გაზაფხულზე ცოტა ალერგიული ფონის მომატებული რო, ანუ აი ესეთი. რაც შეეხება ესთეტიური კუთხით რო განვიხილოთ სახის კანი ამ ეტაპზე. აი აქ გითხარი, მოდი რუტინულად თქვა ზამთრის და შემოდგომის პერიოდში ჩვენ დავდივართ კოსმეტოლოგთან, სახეს ვიწმენთ, ვიკეთებთ სხვადასხვა საინექციო პროცედურებს, ზოგი იტენიანებს, ზოგი რაღაც შემავსებელს იყენებს, ზოგი რაღაც მეზოკოქტეილებს. აი რა არ უნდა გამოვიყენოთ უფრო ზაფხულში? რას უნდა მოვერიდოთ უფრო ზაფხულში? ეს არის პილინგები, თქვათ, რაღაცა სხვადასხვა საშუალებები, აი რა რეკომენდაციებს მიცემთ? ნუ ზაფხული ისეთი თემა არის, რომ ზამთრიდან გადმოვედით გაზაფხული არ გქონდა და ზაფხულზე უნდა მოვამზადოთ კანი, ხო? ასეთი შეზღუდვა, ანუ აი ეს ქიმიური პილინგები და
რაღაცა ლაზერული, აპარატურული, რა თქმა უნდა, ზაფხულში არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ რაღაც ესეთი შეზღუდვა არ არის. ადრე იყო და მითად დარჩა და რა თქმა უნდა ვაკეთებთ, აი ბოტულინოთერაპიაზე. იყო ერთი 8 წლის წინ, რომ ვეუბნებოდი თუ მე ზაფხული მოვიდა და ჯობია მოდი ახლა არ გაიკეთო, იმიტომ რომ მალე გავა. და მალე გავა რას ნიშნავს? ანუ მიმიკა ეს დინამიკაში ხო ეს აქტიური მიმიკა ზაფხულში უფრო აქტიურია, იმიტომ რომ ზედა რა თქმა უნდა და ზუსტად მაგ დროს უნდა გაკეთდეს, ზაფხულისთვის უნდა გაკეთდეს ეს ბოტულინოთერაპია. იდეალური პერიოდია რომ კარგად გავიუჟოთ და ზაფხულში სტიმულიც გაქვს, რომ კარგად გამოიყურებოდე, ხო? აი ეს მოლოდინის რეჟიმში 6 თვე რო ზიხა, რა თქმა უნდა, გინდა რომ კარგად გამოიყურებოდე, ხო? ასევე არანაირი შეზღუდვა არ არის შემავსებლებზე, ჰიალურონისმსჯავრზე დაფუძნებულზეც და კოლაგენმა სტიმულირებულზე, უბრალოდ რაღაცა პერიოდი უნდა დავიცვათ, რომ აი დღეს მე გავიკეთე და ხვალ დავწექი. რა თქმა უნდა. აუზზე ან გადავფრინდი სადღაც ან ზღვაზე წავედი, ეს უბრალოდ პოსტ პროცედურული რეჟიმი მარტივი უნდა დავიცვათ. ასევე არის პილინგები, მაგალითად ფერმენტული პილინგი, მაგ დროს როცა აი ზაფხულში ტენიანობაც იმატებს, ხო? უფრო აქტიურდება გამოყოფა ოფლის, ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, ვისაც უფრო მიდრეკილი აქვს, ცხიმიანი კანი აქვს, ან კომბინირებული ტიპი, ან აკნე ქონდა ანამნეზში და მაინც ესე ვთქვათ ბომბზე ზის რო არ გამწვავდეს ისევ, მნიშვნელოვანია მოვლა რუტინული იქ სუბუქი ხილის მჟავების შემცველი დასაბანი საშუალება ნიღბები და რაღაცები აუცილებლად უნდა იხმაროს, მაგრამ მივედი იქამდე რომ დამცავი მნიშვნელოვანია. მით უმეტეს ზაფხულში წესით ზამთარშიც უნდა ვიყენებდეთ. მოდი ბარემ რადგან ახსენე, მოდი დამცავების ამბავი მოგვიყევი. კი ბატონო. ამ დამცავებზე იყო მართლა რაღაცა ისტერია ერთი პერიოდი. ნუ აი პერიოდულად წვავდება ხოლმე ეს თემა, რომ არის რაღაცა შეიცავს, ხო შეიცავს და უარესია და კანცეროგენული. რა მოხდა მაგ ამბავზე დღეს? იცით როგორ არის თვითონ ეს შემადგენლობა არის სხვადასხვა ტიპის დამცავი, SPF-ი და ინდექსი, მე ვთქვათ 30 ან 40, ნუ 15-იც. ხა ზაფხულში მინიმუმ 30 უნდა ვიხმაროთ და ზევით. არის ქიმიური დამცავი, არის მინერალური, რომელიც აი იდეალურია მგზნობიარე. შენ რომელს იყენებ, ლეო, მაგალითად? მე ვიყენებ მინერალს, რომელიც ისხლიტავს. იმას ქიმიური მოქმედება აქვს პირველი რაც თქვი. ეს არის ირეკლავს აი ამ ულტრაიისფერ გამოსხივებას და კიდე არსებობს, მაგრამ ბაზარზე უფრო დეფიციტია, კაფსულირებული, რომელიც რაღაც სხვანაირად მუშაობს. აი ეს მინერალი. բայց კაფსულირებული უნდა გავტეხოთ წავისვათ. არა, თვითონ შიგნით არის ესე ტექნოლოგია, რომ კაფსულირებულად ითვლება. აი ეს როგორ უნდა ვნახოთ, ხო, ესეთი მე ხა პაციენტებს ვეუბნები, თუ უნდა ეწეროს, რომ აი ესეთი მგზნობიარე კანისთვის. თუ არის, ესე იგი ეს არის მინერალური. გასაგებია. და ალბათ ბევრმა არიცით, რომ აი ეს ინდექსი რომელიც არის, ვთქვათ, აი ეგეც ახსენე, ხო, არიცია. 30, 40. ნაკადი რომელიც მოდის, ულტრაისფერი ნაკადი. ჩვენ ჯერ ვთქვათ, რომ გავარჩიოთ მოკლედ UVA, ultraviolet A სხივები და UVB. ჩვენ რუჯს ვიღებთ UVB სხივებით, ხო? UVA სხივები უფრო არის აი კანცეროგენული მოქმედების სხვადასხვა სიხშირის ტალღებია და შეღწევადობა სხვადასხვა. ვიღებთ ზუსტად აი ამ უფრო გრძელი ტალღებია. ეს საშუალო ტალღებია UVB. და აი ორივე უნდა ეწეროს ამ იმას. როგორც გრძელი, ასევე მოკლე ტალღებისგან დაგიცვა საშუალო ტალღები. იმიტომ რომ ჩვენ დამწრობა შეგვიძლია მანქანაში მინისგან, ფანჯრიდანაც მივიღოთ. რუჯი არა, მაგრამ დამწრობა მივიღოთ. რუჯი არა, მაგრამ დამწრობა მივიღოთ, ხო. და ეს არასასურველი ზემოქმედება აი ამ მინიდანაც შეგვიძლია მივიღოთ. აქვე მინდა ვთქვა, მე არ დამავიწყდეს მნიშვნელოვანია, რომ მინიდან ჩვენ D-ვიტამინი, ჩვენი ორგანიზმი D-ვიტამინის სინთეზს ვერ ახდენს, ხო. ხო და ეს ინდექსი ნიშნავს, რომ მაგალითად 100% მოდის ეს სხივები, ხო? გავყოთ თქვათ ამ ინდექსი, 100 გავყოთ. 30 არის 3.3. ანუ ჩემმა ორგანიზმმა
მიიღო მხოლოდ 3.3 ამ 100%-დან დანარჩენი აისხლიდა. და 50 რო არის protection. გავყოთ ხო ასე შემდეგ. უფრო ნაკლები მიიღო და მე აისხლიდა. დაყოვნების თემა არ არის, აი ამდენი საათი უნდა გავიჩერდე და მე ხელახლა წავისვა, მაგასთან კავშირში არის? რა თქმა უნდა, კავშირში არის ის, რომ მართალია ცოტა არავინ მაგას მე მგონი არ ვასრულებთ. რო სულ განახლება დადის, 2-3 საათში უნდა განახლდეს. რო რეალური ფუნქცია ხონდეს. როგორიც არის რომ waterproof ან წყალგამძლე უწერია ზოგს, მაგრამ მაინც არის რომ თუ წყალში შეხვედი, თუ პირსახოცთან კავშირი ქონდა, ენიანობა, ოფლიანობ რაღაცა, უნდა განაახლო. აი ვთქვათ დღიურად, ეხლა მარტო ზღვის თემა ხო არ არის ქალაქშიც, როგორ უნდა მოვიხმაროთ? აბა გითხრა. გასუფთავება კანის, ნუ ესე იგი დაბანვა, დატენიანება და მხოლოდ ამის მერე ზევიდან ეს და არა პირიქით, თქვა წავისვი დამცავი და მერე კრემები და დავიტანიენე, მერე კრემი წავისვი და თუ ვაპირებ მაკიაჟს, 1-5 წუთი უნდა დავაყოვნო და ზევიდან მერე მაკიაჟი. მაკიაჟი იცავს ისე, აი ეს სკელი მაკიაჟი რო უსვია, ეგ იცავს ულტრაფიოლეტისგან? მექანიკურად შეიძლება იცავს, ხო? ზოგიერთმა ტონალურს აწერია 15 დამცავი. ეგ უფრო ზამთარში. ოკეი. ანუ ზამთარში, როდესაც გამომშრალია გარშემო და ეს კანის გამომშრალი გვაქვს, მაშინ ხო უფრო ცხიმიან საცხებს წესით უნდა უფრო ცხიმიანი საცხი ვიხმარო და აი ცხიმიან სიხმარო ზევიდან პუდრის ტექსტურის ან ნახევრათა ესეთი ფხვიერი დამცავი თუ აქვს ძალიან ეფექტურია, იმიტომ რომ ზამთარში ახლა 30 SPF-ი რო წაისვა მაინც. ხო და მნიშვნელობა ამ დროს იმიტომ აქვს მნიშვნელობა დაყოვნებას, რომ ეს ფილტრი ამუშავდეს და რაც შეეხება ზღვაზე გასვლის ზედ პლაჟზე კი არ უნდა წაისვა, აზრი არა. სახში მოემზადო და გახვიდე. მოემზადო 20-25 წუთით ადრე, რომ აი ფილტრმა დაიწყოს მუშაობა და მერე გადაიქცევა. ეგ არც არ გამიგია მაგრამ და პირდაპირ რამდენი გვინახავს სანაპიროზე რომ ერთმანეთს უსმევენ იქვე, აი წავედი, ამოვიღე და დავიწყე. სინამდვილეში არ ღვევ ამ დროს გამოყენებისას. და თან მნიშვნელოვანი კიდე საჭირო რაოდენობა უნდა წაისვა. აი სახესთვის მაგალითად სიმბოლურად აი ესე რო დათვალოთ ერთი ჩაის კოვზი. მართლა ამდენი ჭირდება? კი, აუცილებლად არაქნება ასე. სქელი ფენა, ანუ შედარებით სქელი ფენა. შედარებით სქელი ფენა. დელა ამდენი წელია გამოცდილება გაქვს საერთაშორისო სიმპოზიუმები შენ არ გამოგიტოვებია და განათლება არ გაკლია და ყოველდღიურად მისდევ მედიცინას სიახლეებს, ხო, მედიცინის სიახლეებს, რაც ექიმისთვის მნიშვნელოვანია. თემა, რომელიც არის შემდეგი, რაც მინდა გკითხო, ეს არის პიგმენტური ლაქები, რაც მე მაგ მიმართულებით არც პაციენტი მყავს და არც მკურნალობ, უბრალოდ შეხება მაქვს ხშირად, რომ ადამიანები მომართავენ კოტე, ამას დერმატოლოგს მიმართეთ სათანადოში. რა ტენდენციებია, რა შემთერაპია ხო არ შემოვიდა ახალი, იმიტომ რომ პიგმენტური ლაქები კავკასიური გენის მატარებელ ადამიანებში, ჩვენ dark skin ადამიანები ვართ, ხო? უფრო მეტია ვიდრე ევროპელისთვის, არის დამახასიათებელი. რითი მკურნალობენ დღეს პიგმენტურ ლაქებს? ახალ ჩამოყალიბებულს, ძველ ჩამოყალიბებულს თუ ასე შემდეგ, ხო? ნუ ეს პიგმენტური ლაქები შეიძლება იყოს თანდაყოლილი და თანდაყოლილს შევეშვათ. მოდი შეძენილზე ვისაუბროთ. მან კიდე უნდა ვთქვა, რომ აი ხშირად გონია პაციენტებს, ნუ ადამიანებს გონიათ, რაც უფრო თეთრია, ანუ ნაკლებად პიგმენტირებულია კანი, უფრო მეტი რისკი აქვს, რომ გაუჩნდეს ახალი პიგმენტი. არ არის ეგრე. რაც უფრო მუქია კანი, უფრო მეტი რისკის ქვეშ არის, რომ გაუჩნდეს პიგმენტური ლაქები. რატო ახლა? პიგმენტური ლაქა საიდან ჩდება? ხციდან ხო არ ვარდება? მელანინის კუმულაცია ხდება ემუჯრედებში, მელანოციტებში. მელანოციტების ძირითადი დეპო არის დერმაში, მაგრამ სადღაც 3-დან 10%-მდე გვხვდება ეპიდერმისში. ზუსტად იმიტოა, რომ ერთი და იგივე ექსპოზიციის ქვეშ სხვადასხვა ტონის ადამიანი სხვადასხვანაირად ხდება. ხო, გავედი და იმ წუთში, აი ხორბლისფერი იტყვის იმ წუთში, იმიტომ რომ ის რომელიც ეპიდერმისშია, უცბად ხდება კუმულაცია. და მომენტალურად ფერსირებ. ხო. ღია ფერის ადამიანები, აი რუჯზეც, დიხან ციტლები პომიდორები. დიდხანს წევხარო სანამ ის დერმამდე ჩააღწევს, ხო. ამიტომ იგივე აი ინექციური პროცედურების მერე ან აი დერმოპენით ან მეზოპენით რო ხდება მიკროტრაუმა კანის იმ წუთში რო გადიხარ გარეთ დაცვა გინდა ან მეორე დღეს მზეზე
მუქი კანის ადამიანებს რჩებათ შეიძლება დარჩეთ რაღაც პიგმენტური ლაქები, ხო? რითი კარგი დაცვა ვიცით, მზისგან დავიცვათ, ტრავმის შემდგომ მზეს მოვერიდოთ, ეპითელიზაცია თუ სახეზე არ არის დასრულებული პილინგების მერე, ჩარევების მერე, პლასტიკური თუ არაპლასტიკური ოპერაციის მერე უნდა დავიცვათ მინიმუმ 6 თვიდან 12 თვემდე, რომ ბუნებრივი დაცვის ბარიერი აღადგინოს ქსოვილმა. კარგი. ჩამოყალიბდა ეს ლაქები, ხო? ნებისმიერ ადგილას სხეულს დავანებოთ თავი, ყველა ადამიანი ამაზე წუხს. ასაკი ამან არ იცის, კი? ასაკობრივი ლაქები ცალკე თემაა, მაგრამ ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში და ადამიანები წვალობენ, ხო, ზოგ შუბზე აქვს, ზოგ სახეზე და ხან მეიქაფით მალავენ ამას. რას უყურან, რომ მოვიდეს შენთან? რა რეკომენდაცია, რით იწევ კურნალობას? ანუ დერმატოსკოპით უნდა შემოწმდეს. ანუ ყველა ლაქას ესე ხელაღებით ვერ იმასისამ, ხო? ჯერ ეს ერთი გააჩნია, უნდა დიაგნოსტირება მოხდეს, ანამნეზი უნდა შეიკრიბოს ზოგს. მაგალითად არა აქვს მიზეზი, საიდან გაჩნდა და როგორ გაუჩნდა. და როცა არის, მერე რა შვებით? მერე თუ ზამთრის სეზონია, პილინგებს ვაკეთებთ. არის სპეციალური არბუტინის შემცველი მეზოკოქტეილები, რომელსაც კონკრეტულად იმ ადგილებს ვამუშავებთ. პეპტიდები არის, რომელიც მათეთრებელი ეფექტით ხასიათდება ასევე. ეს თვითნებურად ამეების გამოყენება შენი აზრით სწორია? ინექციას ვერ გაიგებთ. ინექციის გარდა აი რო თვითონ იკეთებენ სახლებში პილინგებს ამ ლაქების მოსაშორებლად. არა, რა თქმა უნდა. და ეხლა საშინაო ხალხური მედიცინის რაღაცა მეთოდებიც არ არის ეფექტური ამ იმაზე. აუცილებლად ხაზი უნდა აიღოს, ვთქვათ, მათეთრებელი ხაზი, თავის დასაბანი, ლოსიონი. ხანგრძლივია ეს თერაპია? რა თქმა უნდა, ხანგრძლივია, კი ბატონო. ერთი თვე, სამი თვე. დიაგნოსტირება უნდა მოხდეს კიდე, ვთქვათ, პიტერიასთან, რომ შეიძლება ეს სოკოვანია, ვთქვათ, ლაქები. საერთოდ არასწორი მიმართულებით წავა კურნალობა, თუ მაგდროს დაიწყებ კურნალობა. ტესტი უნდა ჩატარდეს, დიაგნოსტიკა მოხდეს. მაგრამ ზოგადად აი მართლა ძალიან პაციენტები ზოგჯერ არის, რომ ვუყურებ და მინდა უთხრა, აი ნეტა შენ რა. აი რაღაცა ერთი პატარა ლაქის გამო არის რაღაცა დრამა დადგმული, მაგრამ ნუ რეალურად მე ესე ვეუბნები ადამიანებს, როცა ვხედავ, რომ არის მინიმალური რაღაცა გამოვლენა, პირველ რიგში როგორც შენ თქვი, რომ დიაგნოსტირება უნდა მოხდეს, რა არის ეს და ქვეყანა არ უნდა დააქციო მაგის გამო, იმიტომ რომ ის იმასთან მე მინახავს პაციენტები, რომლებიც ამ პატარა ლაქასთან ჭიდაობის, ბოდიშაპს ყურში ჭიდაობის პროცესში უარეს შედეგებამდე მიდიან. და აი ეს გამიკეთეს, ის გამიკეთეს და გაორმაგდა, გაღრმავდა, გამუქდა და შედეგი არა. ამიტომ ან მინიმალიზმი ცალსახად პროფესიონალთან მისვლა და ტრაგედიის და დრამის დადგმა ჰიპერპიგმენტაციის დროს არღის. იმიტომ რომ ხარის თანამედროვე ფოტოფაუნდერი, რომლითაც დიაგნოსტიკას მოახდენდა, მერე აი ეს ლაზერული აპარატურებით მუშაობს. ხო, რომელიც უკვე დახვეწილია. ფოტოთერაპია, IPL და სხვადასხვა ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებით. შენი პროფესიული დაკვირვებით დელა, გარემო ფაქტორების როლი აი ზემოქმედება ნეგატიური, ხო, ჩვენს სახეზე და სხეულზე. უფრო ვთქვათ სახეზე, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ ქვეყანაში მაინც სხეული უფრო დაფარული გვაქვს. ხა სამხრეთ ქვეყნებში იქ კიდურებზეც და სხვაგანაც მილიონი პროცესი მიდის გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე. რა არის ყველაზე დამანგრეველი? თამბაქო, ალკოჰოლი, კვება, სტრესი, ეკოლოგია, მზე თუ ყველას თავისი წვლილი დაზიანება მიუწვევს? ნუ რა თქმა უნდა, ყველა თავის როლს ასრულებს. ეხ ალკოჰოლი თქვათ დეჰიდრატაცია, შეშუპებები, აფართო სისხლძარღვების გაფართოვება, პარალელურად ეწევი ის სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს, ხო? მე აი ჩემი ყველაზე ისეთი დაკვირვებით სახესთან მაქვს ესე საქმე და ესთეტიკურ პროცედურა. აი მწეველი ქალები. ძალიან ცუდად აქვთ კანი. რუჯის მოყვარულები მოხარშულივით არის ეს კანი. რუჯის მოყვარული კიდე ცალკე თემაა. მაგრამ მე მაინც პირველ ადგილზე თამბაქოს დავაყენებდი. დიახ, კარგი, აი მადლობა, წავედით მერე. მეორე ადგილზე დავაყენებდი რუჯს, შემდეგ სოლარიუმი იქნება ეს თუ არ აქვს მნიშვნელობა. როცა აი ბოროტად იყენებ აი ამ თემას, იმიტომ რომ ეგეც რაღაცა მანიასავით არის. მესამე ეკოლოგია, მეოთხე ალკოჰოლი და მეხუთე კვება. მიღებულია.
ძალიან კარგად და ლამაზად ჩამოყალიბე. რატომ წავდება ლელა დერმატოლოგიური დაავადებები სტრესის ფონზე? ანუ არის დაავადებები სტრეს მიჯაჭვული, ხო, ნეიროდერმიტები და რაღაცა, ხა მე არ შემოვალ თქვენ სფეროში, მაგრამ დამეხმარე. და არის კიდე გამორაყარი თუნდაც იგივე აკნე, თქვა, სტრესის ჰორმონია ეს კორტიზოლი განაპირობებს ამას თუ მოდი მაგვიხსენი ეს მექანიზმი და როგორ დავიცვათ, თავით უკვე ჩვენ გვაქვს წინასწარ განწყობა ასეთი სტრეს დამოკიდებული მდგომარეობისგან, რამე დამამშვიდებლები მივიღოთ, სტრეს ავერიდოთ, ძალიან რთულია, ხო, ამის მაგალითად. ხო, ჩვენ ცხოვრებაში სტრესს ვერ აირიდებ. ნუ ზოგადად კანი და ნერვული სისტემა ერთმანეთთან არის ძალიან ახლოს, რატო? იმიტომ რომ ჩანასახში ერთი შრიდან ექტოდერმიდან წარმოიქმნება, ხო? ეს არ ვიცი ჩვენ სკოლაში ვსწავლობდით ანატომიაშიც გაკვირით იყო რომ აი ჩანასახოვანი შრეები და ერთ-ერთი არის ექტოდერმი, იქიდან წარმოიქმნება ნერვული სისტემაც და კანი ხო ყველაზე დიდი ორგანოა. თან დამცველი და ხო, დამცველი და მოკლედ ამიტომ აი მაგალითად ფსორიაზის უცნობი ეტიოლოგია უცნობი აუტოიმუნური დაავადება. ანუ რაღაცა ნერვული სტრესი დროს გამოყოფილი კორტიზონი მექანიზმს ჩართავს, რომ იწყება ანთებითი პროცესი. და ანთებითი პროცესი აი კანზე გამოხატული არის უკვე ვთქვათ სუფთა კანის ქავილი იწყება ნეიროდერმიტის და შემდგომი დაზიანება მერე მოდის უკვე. ეს იწევს მერე შემდგომ დაზიანებებს. ანუ ყველა ვარიანტში კანის ესეთი დაავადებების დროს რა თქმა უნდა კი ღვიძლზეც მუშაობთ, მაგრამ დამამშვიდებელი რაღაცა სედატიურ საშუალებებს ვუნიშნავთ ასევე. ნუ გარეგანი თავისთავად პერიოდულად მწვავდება იგივე სტრესის დროს. იგივე ამ სტრესის დროს ჰისტამინის გამოიყოფა კორტიზოლის გარდა. ჰისტამინი, რომელიც აი ხო არის განერვიულდება და ცემინებას იწყება. დაიფოთლები ხო ეს ძალიან ერთმანეთთან კავშირშია კანი, ისე რომ აი ძალიან რთულიც არის და უცნაურიც. კარგი, ტერმინი digital aging, ეხა დღეს ბოლო პერიოდში რაღაცა სადღაც ამოტივდება ხოლმე. რამდენად რეალურია, რომ ცისფერი ეკრანის შუქები, ანუ ეს გაჯეტების შუქები აისახებოდეს ჩვენი კანის დაბერების პროცესებზე. აი ნახეთ. კიცებით მედიცინაში რამე ფაქტები გამოჩნდა? ციფრული დაბერება. ხო. ანუ ეს ცისფერი ეკრანი გარდა იმისა, სანამ ეს რაღაცა გაცხადდებოდა, რომ ესეთი ჩვენ ერთმანეთს ქალებიც, არ ვიცი, შეიძლება თქვენც მამაკაცები, აი გათენდა და აიღეს ტელეფონი და წევხარ, აი რა პოზაში წევხარ. დაგრეხილ, მიგრეხილ, მოკეცილ, გაკეცილ. მაგ დროს იგივე აი კომპიუტერთანაც როზი ხარ, იგივე ტელეფონთანაც როზი ხარ, ხო? ეს ვენერას რკალები, რომლითაც იბადება ადამიანი და ასაკთან მერე ვებრძვით ამას და სხვადასხვა იმით, შენ აი ამ პოზით უფრო აღრმავებ აი ამ ნაოჭს. არის სტაზი, აი ესე იგი, ლიმფოვენური სტაზი. ლიმფოსტაზი გიჩდება მეორე ღაბავი, იმიტომ რომ არის აქ შეშუპება. მერე დაიწყებ არასწორ გზას მიყვები, რომ ლიპოლიტიკების სრულიად სხვაგან მიდიხარ. აბსოლუტურად. და ამ დროს ქრონიკული პოზიციონირება ეს. და ამ პოზიციონირების დროს კუთხის დეპრესია, ანუ ქვედა ტუჩის, ტუჩის კუთხის დეპრესორი კუნთები. ასევე გლაბელას ზონას დააკვირდი. თან იქ თუ რამე ესე იგი, მრისხანების ნაოჭი, ბავშვებს აქვთ. ჩემი შვილი გოგო 9 წლის ბავშვი ესეთი დადის. იმიტომ რომ ესე არის. ეხლა რომელიღაც ქვეყანა მე მგონი მოდიოდი, წავიკითხე თურქეთმა აკრძალა თუ არ ვსწრები 14-15 წლამდე სოციალური ქსელების მოხმარება რა დაადო პირდაპირ აკრძალა. კისერი კი არა, მხარი, ხელი. ანუ მიდის ზედა ესე იგი კისრის ოსტეოქონდროზი მერე ეს უყო მხრებზე, ხელებზე, ანუ ყველაფერზე მოქმედებს. ანუ მნიშვნელოვანი ლიმფოლიტიკის კეთება კი არა, მასაჟი, ლიმფოდრენაჟი. აი ხე გავიშალე. ანუ ზოგადად უნდა შეიცვალო ჯდომა, სადღაც 33 და 50 სანტიმეტრის დაშორებით და კიდე ჩატარდა კვლევა, რომ
ამ ლურჯი ეკრანის სხივის ესე იგი სიგრძე არის სადღაც 400-დან 500 ნანომეტრამდე. როცა საშუალოდ ულტრაიისფერი არის 280-დან 400-მდე. ანუ გამოდის, რომ ეს ცისფერი ეკრანის გამოსხივება, ეს სხივი, შეიძლება კანზე არა, მაგრამ თვალზე და თვალზე ხო, ანუ ეგ ოფტალმოლოგების პრობლემაა და ძალიან სერიოზული. უფრო ღრმად ჩადის დერმაში და იქ რაც ხდება, გასაგებია, რომ ჩვენი ორგანული ცილები, კოლაგენი, ელასტინი, ჰიალურონი სჯავა, ფერის სახის მოდუნებული კანი, ანუ თან ხვდებით, რომ მავნეა. ძალიან მავნეა. ხო, როგორც კინეტიკური თვალსაზრისით, ასევე ზემოქმედებით. თან ხვდებით, ამიტომ დილას რო ვიღვიძებთ, ჭიქაწყლისკენ გავიწვიოთ ხელი და დავლიოთ, ვიდრე ტელეფონისკენ ბევრად უფრო ჯანსაღი იქნება. დელა, მივყვებით თემას და წყალზე აუცილებლად აქვე ერთ წუთიან სარეკლამო ჭრას გავაკეთებ. ეს არის წყალი მთის. ოღონდ უკვე გაზირებული, მინერალიზებული, რომელიც Coca-Cola ბოთლს ჯორჯიამ ჩამოასხა და თან ბრომატის გარეშე. თუ არ გაგისინჯავს, მინდა რომ მიირთვა და აბა გვითხრა მე შენი აზრი. ძალიან კარგი წყალია, მე რამოდენიმეჯერ უკვე გავსინჯე და მინდა გითხრა რომ სასიამოვნოდ ისმება. ასევე შევახსენებ ჩვენი ეპიზოდების მაყურებელს, რომ ჩვენი ერთგული სპონსორია და მათ მადლობა. აჰავა წარმოგვიდგენს უნიკალურ დეპარტენერებულ ფორმულას ოსმოტერს, რომელიც აერთიანებს უკტარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს. ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენერებას, ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებასა და ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენის პრევენციას, უпростоრად პრევენცია ნაოჭების გაჩენასთან მიმართებაში. შეგახსენებთ ასე, რომ ჩვენი პოდკასტები იწერება ძალიან კარგ სივრცეში, სახელწოდებით Podcast Point-ი. Podcast Point-ში თქვენ დაგხვდებათ კარგი გუნდის, შესანიშნავი აპარატურა და კარგი გარემო, ასე რომ მობრძანდით. წავედით ელა წინ. გავაგრძელოთ კანზე საუბარი და მოდი შევეხოთ საკვებს. არის ბევრი მითი, რომელიც საკვებთან მიმართებაში ასოცირდება, რომ აი შენ თუ ნაღლის ბუშტი გაწუხებს, ეს არ მტკიცდება ეს ყველაფერი. თუმცა ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ, ხო? როგორი დღევანდელ დერმატოლოგიაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შენ ყოველთვის თანამდები ხარ აკადემიურ დონეზე ამ მიმართულებების, რამდენად აისახება ჩვენი კვება ჩვენ კანზე და თუნდაც სახის მდგომარეობაზე. ნუ მართალი ხარ, ესე იგი, თქვათ ესეთი კვლევა არ არსებობს. პირდაპირ არ ამტკიცებს ამას. პირდაპირ, ანუ ყოფილა შემთხვევა, რომ აი აკნე პაციენტი, რომელსაც აკნე აქვს და რაღაც მოუვლია რაღაცა მოსულა და გაკეთებული აქვს ეხოსკოპია, ანუ ძალიან ბევრი კვლევა აქ ჩატარებული. ასეთი აკნესთან, კონკრეტულად აკნეზე რო ვთქვა, გაყოფილია აზრი, რომ აი კვება არის თავში, თუ არ არის. შენ რომელს ემხრობი? ინდივიდუალურია, იცი? ნუ შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. იმიტომ რომ შეიძლება აი არის რომ უბრალოდ აი თხილი შევჭამე და გამივიდა. ხო, ნიგოზზე ახალწელს მაყრეის რაღაცა. ანუ ნიგოზზე თემა და თხილზე უბრალოდ ალერგიულისკენ მივდიოდით ყოველთვის, რა ვიცი, ბავშვობიდანაც ეგრე მესმოდა, ხო და ეხლა ანუ შევჭამე თხილი, შევჭამე რაღაცა და აი ესეთი ჩირქოვანი პუსტულები სახეზე. ქალებსთან. ანუ მოზრდილთა აკნესთან. რა კავშირს ხედავ? მე მგონია რომ აი რაღაცა პრობლემა ეს კუჭნაწლავის ზოგადსომატური? ზოგადად პრობლემა არის, მაგრამ გორმონალური ფონის მნიშვნელოვანია. მაგრამ ზოგადად ხო გეუბნებით რაღაცა კვებითი შეზღუდვები ბევრ დაავადების დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ უყურე, როცა მოდის შენთან პაციენტი და შენ იწყებ უკურნალობას, ანამნეზში კრებ თუ არა მის კვებით ჩვევებს. ხომ არ აქვს მავნე ჩვევები? რა თქმა უნდა. ნუ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ აქვს, თქვათ, რაღაცა ფორმის გეპატიტი, იქ უკვე სხვა თემაა, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ მომიჯნავე სპეციალისტებთან ერთად მიყვავს ეს პაციენტი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, რა თქმა უნდა. ეგ არის სწორი მედიცინა, მე გუნდური მუშაობა. ელემენტარული
რაღაც ესეთი კოლიტების დროს, აი დიარეა თუ ანამნეზში აქვს, ქრონიკული დიარეა პაციენტს, იქ აუცილებლად არის ხოლმე სახეზე, აი, ვთქვათ, სებორეული დერმატიტი. მიკრობიომის დაზიანება. მიკრობიომი დაზიანებული. ჩვენი მეგობარი ბაქტერიები უკვე ვეღარ მუშაობენ, ანუ დისბაქტერიოზი. იგივე ბიოტინზე მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ვიტამინი B მე7, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტები მყავდა, სანამ აი რაღაცა გასაღები მოუძებნე. ესე იგი, დაზიანებული მიკრობიომი ეს არეული, ეს ჩვენი მეგობარი ბაქტერიები თითქმის აღარ არიან, განადგურებული არიან და ზუსტად კვებიდანაც შეიძლება, საკვებიდანაც შეიძლება მიიღო ეს ბიოტინი, მაგრამ ნუ ეს ბაქტერიები გამოიმუშავებენ აი ამ ვიტამინს. და შესაბამისად ეს ვიტამინი აქტიურად მუშაობს ჰიდროლიპიდურ ბალანსში. კურირებს ცერამიდების წარმოქმნას. ანუ მივედით იქამდე, რომ კანის ჰიდროლიპიდური მანტია დამცავი, თუ არის დარღვეული, წყალცხიმოვანი მანტია თუ არის დარღვეული, იქ უკვე ყველაფერი პათოგენური ხდება კანზე. ელემენტარული სებორეა თუ გაქვს, უკვე სებორეული დერმატიტი გემართება. დაცვის მექანიზმი არ არსებობს. მექანიზმი არ არსებობს, ხო. აი როდესაც ჩემთან მოდიან ესეთი პაციენტები, იმიტომ რომ ამ დიაგნოზით ახლა ვერ დაიმალები, სახეზეა. აუცილებლად ვაგზავნი, რომ გაიკეთოს ანალიზი ჰელიკობაქტერიაზე. და აუცილებლად სამკურნალო ნუსხაში მაქვს ბიოტინი ჩართული. კომპლექსური მიდგომა. და ნუ რა თქმა უნდა, მომიჯნავეს გასტროენტეროლოგთან აუცილებლად უნდა, იმიტომ რომ მე ხა ვერ ვმართავ, მე არა ვარ გასტროენტეროლოგი, ნუტრიციოლოგია არის ძალიან აქტიური ახლა. და აი უჭნასავის პრობლემების დროს, კი ბატონო, ნუტრიციოლოგები უფრო მართავენ ამ კვებით ასჯილობებს, ვიდრე გასტროენტეროლოგები. იმიტომ რომ სწორი კვებით მიკრობიომის აღდგენაც შეიძლება და ნაწლავური ფლორის დაცვაც შეიძლება და ეხლა კიდე აქტუალურია ის ადრე მეც ვფიქრობდი რომ ზოგჯერ აი ზედმეტია ამდენი ანალიზები რომ აი ეს მიკროელემენტების, მაგრამ აღმოჩნდა რომ მნიშვნელოვანი ყოფილა. აი რა დერმატოლოგიაში მაგალითად რაზე უშვებ ხოლმე ძირითადად? დ-ვიტამინი მაინტერესებს. ნუ დ-ვიტამინი დღეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი აქტუალურია. ბ-ჯგუფი მაინტერესებს, B12 მაინტერესებს. სელენი მაინტერესებს, ცინკი მაინტერესებს. კარგია. ანუ ეგ ყველაფერი ჩვენ მოგცემს საშუალებას იმისათვის, რომ მე სწორად მართო ისე პაციენტი. სწორად რომ მართო რა თქმა უნდა. რატომღაც მგონია, რომ ასაკიან შედარებით ასე გზდასულ ასაკში იმატა აკნეს პრობლემატიკამ რა. სინამდვილეში ეს ასეა, თუ შენ პრაქტიკაში არაფერი დიდად არ შეცვლილა, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც. ნუ აი ასაკში როგორ თქვა 35 წლის გოგო რომ მოდის, რა თქმა უნდა, მას ანამნეზში აქვს ცხიმიანი კანი, მაგრამ თქვა იმ გარდა იმ პერიოდში არ ქონია და უცებ დაემართა როდის? მშობიარობის მერე. კონტრაცეპტივებს სვამდა და მერე უცბად შეწყვიტა და უცბად, ანუ გორმონალური ფონი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა აი წეღან რო ვიძახდი, ზუსტად აი ამ ასაკის ქალებს შევჭამეთ ხილი გამიმწვავა. მერე კიდე მინდა ვთქვა, რომ აი რეტინოლის ძალიან მოდაშია ეს რეტინოლი. ხო, და ცოტა საშიშიც არის ეგ. მოდი აგვიხსენე ეგეც რა. და C ვიტამინი. ესე იგი ერთმანეთს გადასცემენ აი ამ გამოცდილებას ეს ბავშვები, პატარებიც პატარა ასაკში, ხო. ერთმანეთს და აი ანამნეზს რო ვკრიფ მეუნებენ აი საღამოს რეტინოლი, დილას C ვიტამინი. რა თქინდა ვეუნები? ნუ იმას მოუხდა. ანუ რეტინოლი ზოგადად უფრო ცოტა პრობლემური კანი, აი აკნეს მოიტანა ეს თემა. თუ აკნე არის და პლუს კიდე ცოტა ანტიეიჯინგ თემაზე გვაქვს წვრილი ზედაპირული ნაოჭები, მაგ შემთხვევაში ძალიან კარგია. მაგრამ ზოგადად რეტინოლი, აი ულტრაიისფერის ზემოქმედების მავნე იმას აძლიერებს. ამიტომ სწორად უნდა იქნას გამოყენებული. მე შეიძლება გააღიზიანოს კანი. მშრალი კანი როცა გაქვს ისედაც და წვრილი ნაოჭებზე არ გქონდეს იმედი, რომ რეტინოლმა გიშველოს, გამორიცხულია. ანუ ვითომ წვრილი ნაოჭების ალგებს, ანუ ყველა ადამიანი არის ცალკე აღებული ინდივიდი. იგივეა აკნეს შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველას უნდა მიუდგეს სხვადასხვანაირად. აი ქალებს ეს გორმონალური ფონი, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიკისტოზი,
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ანუ ენდოკრინოლოგი უნდა ჩაერთოს ძალიან ეგ არის აკადემიური მედიცინა. რუტინა, იგივე ტენიანობა მოიმატა, უნდა შეცვალო შენ რუტინა. უკვე სხვა რაღაცა უნდა მოიხმარო. ერთი და იგივე კრემი, რაღაცა სახლში დამზადებული ცხიმოვან ბაზაზე გაურკვეველი იმის წარმომავლობის, რომელშიც ელვისებური სისწრაფით ვრცელდებიან ბაქტერიები, იმიტომ რომ იმას არ აქვს დაცვა. ანუ არაქარხნულ მალამოს არ ექნება დაცვა. ეხლა მე ძალიან პატივს ვცემ სამკურნალო მალამოებს. ეგ სხვა ამბავია, რა თქმა უნდა. სხვა ამბავია, მაგრამ აი გავაკეთე თვალის გარშემო რაღაცა დამატენიანებელი საცხი. ეგრე ადვილად არ კეთდება. ხო, ესე არ კეთდება. შენ აზრის ხარ მაგალითად დასალევი აი სასმელ კოლაგენს რო ტაბლეტებს ყლაპავენ მარჯვენ მარცხნივ რა ვიცი სუმესმის კოლაგენს სვამ ან თქვათ რამდენად ეს ეფექტურია და რეალურია ისევ ვუბრუნდებით აკადემიურ მტკიცებით მედიცინას კოლაგენის დალევით ჩვენი კანი კოლაგენს ღებულობს ანუ მეც მეკითხები რჩევას მეკითხებიან ხოლმე ხშირად რომ აი ვსვამ და რა გავაკეთო. დანამატები სხვა არის. ჩვენ როცა დანამატებს ვღებულობთ, შეიძლება ორგანიზმს მივეხმაროთ, რომ კოლაგენის და ელასტინის პროდუცირებაში რაღაც საშენ მასალა მივცეთ. მაგრამ დანარჩენს ორგანიზმი აკეთებს, რომ კოლაგენს კანი გამოიმუშავებს. იმიტომ რომ ეს დანამატი მარტო კანისთვის არ არის. ეს დანამატი არის სახსრებისთვის, მყესებისთვის, ძვლებისთვის, ზოგადად რამდენადაც ამას წინათ კიდე მოვისმი, რომ კუჭნაწლავისთვისაც ანუ კედლისთვის, ნაწლავების კედლებსაც რაღაცა დადებითი ოღონდ არა, იმიტომ რომ კანის არ დამიბერდეს. ეს მეგობრებო არ არის ესე. და მას აქვს დაგრო აი ამ მის გარედან მიღებულ კოლაგენს აქვს დაგროვებითი ეფექტი. ანუ სამი თვე მაინც უნდა სვა. აკუმულირება უნდა მოხდეს, რომ მე იმან რაღაც ეფექტურობა მოგიტანოს. მანდაც სხვადასხვა ფორმა არის თხევადი არის ფხვნილის სახით, აბებია და კაფსულებია. ეხლა აი ყველაზე პეპტიდური ფორმა. ეს მოდურია უფრო. მოდური არ არის, უფრო კარგად შეიწოვება პეპტიდური ფორმა და უნდა მიიღო უზმოზე წყალთან ერთად. არის გამზადებული კიდე უკვე სითხის სახით. და აუცილებლად უზმოზე უნდა მიიღო, რომ მოხდეს შეწოვა. ისე აი ჭამის მერე დავაყოლე, რაღაცა მიზერი შეწოვა ხდება და გასაგებია. ხო. არ არის ეს. იმიტომ რომ არის კიდე თემა, რომ ჯერ აი შრატებზე იყო ხოლმე ადრე ამ სფეროში რომ შემოვედი, რომ არ შეიძლება ბოროტად გამოიყენო კოლაგენი. იმიტომ რომ უკვე ჭარბი კოლაგენის მერე ორგანიზმის რთავს მექანიზმს, რომ გაანადგუროს ეს კოლაგენი და გარედან მიღებულს და შენსაც ვეღარ არჩევს და მიდის მერე დესტრუქციული პროცესია. ძირითად შემთხვევებში არის თუ არა რეალობა, რომ დავყოთ ჩვენ აი თვალი, სახე, კუთუთო, კისრის ბალამო, აი ჭეშმარიტებაა ეს თუ მაინც უფრო ბიზნეს გათვლებია შენი აზრით? თუ შემადგენლობა არის. ანუ ეხა ყველა საცხს აქვს თავის შემადგენლობა, ხო თავის დანიშნულება აქვს. ხო აი სხეულზე რომელიც გამოიყენება, იმას სახეზე ვერ წაისმევ. ასევე სახეზე რომელსაც ისმევ, ანუ ძალიან იშვიათად შემხვედი რაღაც უნივერსალური, რომ ყველა ზონაზე წაისვა. თვალი არის საპერიოდში რო იყო ერთი ბალამო და ყველა გავიდი. ანუ ბალეტი და რაღაც. ხო, თასნაირი. ანუ თვალი არის ძალიან დელიკატური ზონა. თვალის ირგვლივ კანი არის ძალიან თხელი და ნაზი. რეალურად აი თვალის გარშემო თითქმის არ არის, აი თვალის ქსოვილს არ აქვს თითქმის ცხიმოვანი. კი, უკიდურესად თხელია. ძალიან თხელია. ამიტომ ეხა ექსპერიმენტს ვერ ჩაგატარებინებ, რომ ადგედა წაისვა, ანუ სახის რომელსაც სახეზე ვისმევთ ის საცხი თვალზე არ შეიძლება. გასაგებია. იმიტომ რომ დავამძიმებთ იქ, მით უმეტეს როცა უფრო ტენიანობა და უფრო ზაფხულის თემა არის, უფრო კარგი შეწოვა მოხდება და შეიძლება მივიღოთ რაღაცა შეშუპება, ალერგიული რეაქცია. ასევე მინდა გითხრა, რომ დელიკატური ზონა არის, თქვათ, ტუჩის გარშემო.
თუმცა ეხლა ტუშის გარშემო პრინციპში ვისმევთ, მაგრამ აი ცხვირზე საცხი მე ნაკლებად მიმაჩნია, იმიტომ რომ ცხვირზე ხო ეს ტეზონა ძალიან ცხიმის სეკრეცია უფრო გაძლიერებულია და ჩვენ ვამძიმებთ აქ ფორებს, ვახშობთ და მერე შეიძლება ეს კომედონები და რაღაცა. კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი ერთგული სპონსორი არის წყალი მთის, მე შემომესვა და ახლა კიდევ ცოტა შევისოთ მარაგები, ბრომატის გარეშე გაზირებული და მინერალური ახალი პროდუქტი Coca-Cola Bottles Georgiasგან წარმოდგენილი. აქვე წარმოგიდგეთ კлау და კлау აჰავას, ჩვენს ერთგულ სპონსორს, ბრენდი წარმოგიდგეს უნიკალურ დაპატენტებულ ფორმულას ოსმოტერ, რომელიც აერთიანებს მკვდარი ზღვის 21 მინერალს, მათ შორის მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი. ის უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას და ეხმარება ელასტიურობის შენარჩუნებაში. ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნის პრევენციას. ესე კარგი. აქვე გეტყვი, რომ შენ ხარ გაიას, ეს არის ასოციაცია, რომელიც დღეს ახლა ხანს სულ რაღაც წელიწადნახევარი ჩამოყალიბდა, რომელიც ზრუნავს თქვათ ამ დარგის განვითარებაზე, ხო? ეს არის საინექციო პროცედურების გამოყენება და ზოგადად ამ სფეროში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, ხო? რამდენად მიგაჩნია შენ მნიშვნელოვნად, რომ ეს პროცესები და სწავლება იყოს ძალიან მაღალ დონეზე აწეული და ის რაც აქამდე ხდებოდა, თქვათ, ცოტა ნენელა დაბალანსდეს და უფრო მეტი პროფესიონალები ჩაერთონ ამ მიმართულებებში. ნუ ეს არის გაია არის ეს ასოციაცია, რომელიც აერთიანებს არა მარტო ინექციური თემა აქვს, აერთიანებს დერმატოლოგებს, ექიმ კოსმეტოლოგებს, ანუ სხვა პროფესიის ექიმი, რომელიც კოსმეტოლოგად მუშაობს და მხოლოდ კოსმეტოლოგებს, ვისაც არ აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, ოღონდ კოსმეტოლოგიაში მუშაობს. მაგრამ გაია მეორე მხრივ აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო და რეგულაციებზე, რომელმაც უნდა დაარეგულიროს დღესდღეობით, იმიტომ 9000 კოსმეტოლოგი ხო, დიდი რაოდენობა აქვს. ანუ ყოველ დღე ემატება 3000. რეალურად პაციენტიც აღარ იქნება ამდენი. მაგრამ ანუ რაც შეეხება ზუსტად ეხა ასოციაცია რამდენჯერმე ხშირად იკრიბება, ვიკრიბებით და ბოლო ეს ერთ წრეზე სიარული, ეს წრე მოკლედ გაიხსნა და აქედან გამოვიტანეთ ის აზრი, რომ უნდა გაკონტროლდეს ვინ ასწავლის. ვინ ასწავლის? ვინ უნდა ასწავლოს, რა უნდა ასწავლოს და ვის უნდა ასწავლოს. იმიტომ რომ ამ სფეროში ყავს ჩვენ ძალიან დიდი ხნის დიდი სტაჟით მომუშავე სპეციალისტები, რომლებსაც არ აქვთ სამწუხაროდ უმაღლესი სამედიცინო განათლება და გაია ცდილობს, რომ ეს ადამიანებს გვერდში დაუდგეს და მომავლისთვის რაღაცნაირად ბაზა შეიქმნას, რომ მათ არ დაიჩაგრონ და გააგრძელონ მუშაობა. მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს კვალიფიცირებული კადრი პედაგოგის შერჩეული და მნიშვნელოვანია კიდე როგორ ასწავლი და ვის ასწავლი, იმიტომ რომ უკვე არსებობენ თქვა ჩემი მოწაფე, რომელიც ასწავლის. და ხარისხი ვარდება მე კი არ ვაკნინებ არავის, მაგრამ ეს სფერო არის, რომელიც მუდმივად ვითარდება. ჩვენც ხო სულ სწავლობთ. რამდენი ზოგჯერ გამიხსენები, რომ შარშანწინ რაღაცა ესე რო გვეგონა, თურმე ესე ყოფილა, ხო? ანუ ძალიან განვითარებადი დარგია და ძალიან სერიოზულია. პაციენტის დაცვის მიმართულებით მაგალითად შენ რას ფიქრობ, რას შეცვლიდი უფრო, რეგულირებები ვახსენეთ და მე ვფიქრობ, რომ ეს ნელ-ნელა ეტაპურად უნდა მოხდეს. ეტაპურად, რეაქტიულად და სწრაფად ამის ეს ერთი ხელის მოსმით გაკეთება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის რაღაცა ცხოვრების ნაწილია ამ სფეროში მოღვაწეობა. თუმცა ის პროტოკოლები და გაიდლაინები, ანუ გზამკვლევები, ასე ვთქვათ, რომლებიც უნდა არის სოფლიოში შემუშავებული და ხა ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, ნელ-ნელა უნდა მოერგოს. ხო აქაურობას, ხო? ამაზე არის საუბარი, ხო? თვითონ თქვათ პროფესიული კუთხით რო შევხედოთ ამ სფეროს, ხო? რომ პაციენტის უსაფრთხოებას რა იცავს ექიმის გამოცდილება, განათლება და პროტოკოლი. პრეპარატები. და პრეპარატები. პრეპარატებსაც შეეხება დღეს როგორ არის, ახლა შენ უფრო ჩართული ხარ ამ სფეროში და. ნუ როგორ არის, აი ბოტულინო ტოქსინის თემა არის, რომ
მას ჭირდება სათანადო ხო, რეგისტრაცია. დანარჩენზე რეგისტრაცია არ არის, მაგრამ უნდა კონდეს თავისი დამადასტურებელი საბუთი. წარმომავლობის. ხო. და ეხა ციდან ხო არ ვარდება ეს პრეპარატი, ანუ წარმომადგენლობა სადისტრიბუციო კომპანია არის ბევრი საქართველოში და შემოაქვთ ეს ბევრი პრეპარატები. ანუ უნდა დამიდასტუროს მან. ხო, საიდან მოდის ეს პრეპარატი? საიდან მოდის და მე შესაბამისად უნდა ვიყო მართალი პაციენტთან. ვადა უნდა იყოს, ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ ვადიანია, ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ იმ ყუთში ის პრეპარატი დევს, რა ყუთის არის წარმოდგენილი, რომ მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ვარ მე, იმიტომ რამე რომ მოხდეს, მე ვარ პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, საქმე ეხება პროფესიონალიზმს, ხო? თუ ადამიანი პროფესიონალია, ექიმი თვითონ, ვინც არის ამ სფეროს მომსახურე, ის თვითონ არ უნდა უშვებდეს, რომ ეს პროცედურები წარმოოს იქ, სადაც არ უნდა აწარმოოს, გააკეთოს იმით, რითაც არ უნდა გააკეთოს, დაარღვიოს წესი, ის რაც არ უნდა დაარღვიოს. ეს გადის ზუსტად, მე რო ქირურგი ვარ, მე ვიცი, რომ სად გადის ზღვარი, რაც არ უნდა გადააბიჯო არც ერთ შემთხვევაში და ამის ზურგს უკან დგას გამოსილება, ცოდნა და განათლება და არა რაღაცა სხვა, ხო? ამიტომ განათლებაზე დადის ყველაფერი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში ამ სფეროში მოღვაწე ისე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებმა მეტი განათლება მიიღონ და მე თვითონ გადაწყვეტს ის ადამიანი სად არ უნდა გააკეთოს და იქ რა ხო თმის შეჭრის სალონში რომ თუ ჩის მოცულობის შევსება არ უნდა კეთდებოდეს გასაგებია და სხვა და სხვა. რაც შეეხება პრეპარატებს, აბსოლუტურად გეთანხმები, წარმომავლობის ისტორია პრეპარატს უნდა კონდეს და კომპანიისგან როცა ყიდულობ, ადეკვატურად უნდა აანალიზებდე ამას, ხო? ეს მთელ მსოფლიოში არეულია ეს პროცესები, მაგრამ ჩვენც შევეცადოთ რომ დაალაგდეს, დაღვინდეს და ნენელა პროფესიონალიზმი გამოვიდეს წინა პლანზე და ნენელა ყველამ შევეცადოთ რომ ჩვენც განვითარდეთ და სხვასაც მივცეთ საშუალება. კარგი, ეხლა მოდი გადავიდეთ საინექციო პროცედურებზე, ხო? რაც როგორც ახსენე და მეც მოყვები, მართლა ხშირ შემთხვევებში ჯადოსნურ საშუალებად შეიძლება ჩავთვალოთ, ხო? ბოტულოტოქსინებიდან დაწყებული, გამაჯანსაღებელი პრეპარატები, ბიოსტიმულატორები, დამატენიანებელი საშუალებები თუ შემავსებლები სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით, ხო? რა არის დღეს ტენდენციურად უფრო ისეთი მოდური, ასე ვთქვათ, ფილერების ბუმა გადაიარა, მე მგონი, როგორც იქნა და მიხვდა ადამიანი, რომ ყველგან ფილერის შეყვანა არ არის სწორი და დამუპველია ხშირ შემთხვევებში, მაგრამ აი, ყველაზე ტრენდული ახლა როგორც დერმატოლოგი, როგორც მასწავლებელი ამ სფეროში, რას ატყობ, რა არის ტენდენციური და მოდური ახლა დღეს საქართველოში? საინექციო პროცედურა. ვისთვის როგორ გააჩნია? ანუ შეიძლება ავიღოთ ერთი მხარე, ვისთვისაც მოდურია მხოლოდ ტუჩი. სამწუხაროდ. და არის თემა, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია კანის ხარისხზე მუშაობა. კი ბატონო. ანუ მინდა გითხრათ, რომ შემავსებელი, ანუ ფილერი, ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებელი, მე მაგალითად ძალიან მიყვარს და ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა ეს. ანუ ჩემთვის ეს ვთქვათ გადასიებული და ესეთი სახეები ჩემ პაციენტებს არ აქვთ. ანუ იმიტომ სწორად იყენებ. სწორად აკეთებ. უნდა კონდეს ხედვა, უნდა დაიცვა პროპორციები, უნდა არჩევდე ფილერებს ზონების მიხედვით, იმიტომ რომ არსებობს კორელაცია ზონების მიხედვით და იღებ იდეალურ შედეგს, მაგრამ მხოლოდ ფილერებით ვერ ვახდენთ სამწუხაროდ რემოდელირებას. ფილერი საიდან მოვიტანე ხა ეს? ფილერი არ არის ანტი-ეიჯინგ პროდუქტი. ის არის მექანიკურად შემავსებელი. ბოტულინოტოქსინი არის მიმიკისთვის, მიმიკური ნაოჭების სამკურნალო საშუალება. ამიტომ თვითონ კანს სჭირდება შველა, სტიმულაცია, დატენიანება. ამიტომ ეს მცირე ინვაზიური მეზო პრეპარატები, მეზო კოქტეილები იდეალური. აი, ძალიან ბევრს ვთქვი, რა დროს ჩემი მეზოა, მე უკვე ბიოსასაკში ვარ. ამ დროს ყველაფერს თავის დანიშნულება არის, ხო, ის ერთმანეთს არ ცulis, ერთმანეთს ამატებენ, ხო? იგივე ბუსტერიზაცია, ეხა არის, რომ მე ასაკოვან ქალებს, ვისაც აქვთ მიდრეკილება შეშუპებისკენ, ბუსტერს ვერ ვუკეთებ, იმიტომ რომ შეაწუხებს ეგ ამბავი. შეაწუხებს და შეშუპდება. ამიტომ ვუკეთებ, თქვათ, აი, ნუკლეოტიდების შემცველ პრეპარატს, რომელიც შენ საკუთარ რესურსს ააქტიურებს, ფიბრობლასტი გამოიმუშავებს ჰიალურონის მჟავას და ამ კუთხით ვატენიანებ ასევე კოლაგენი. იდეალურია, აგერ შენც
ვიცი რომ ძალიან გიყვარს და მეც ძალიან მიყვარს. კოლაგენ მასტიმულირებელი საშუალებები. მუშაობენ. ხო, რომელიც რეალურად დებს ისეთ შედეგს, რომ ხდება კანის გამკრივება, წვრილი ნაოჭების გასადავება. იჭიმება კანი. იჭიმება კანი და სტრუქტურულად მართალი ეს არ არის სწრაფი ეფექტის მოქმედი პრეპარატები. აქვს დაგროვებითი მაგრამ მუშაობს ხანგრძლივად მაგრამ ხანგრძლივად მუშაობს. მაგრამ ეგ არ გვიშლის ხელს, რომ შუალედში ვთქვათ, გაკეთდეს სხვა ვთქვათ, ბიორეპარანტი ან ბიორევიტალიზაცია. იგივე ხა კოლაგენ მასტიმულირებელი საშუალებებით მე ვთქვათ, აი ამ restore space ვერ შევავსებ, ხო? ცოტა ქისისებურ ნაოჭებს ვერ დავამუშავებ, ხო? საცრემლეს ვერ გავაკეთებ. ანუ კომბინაციაში მირჩევნია, რომ ვიმუშაო კომბინაციაში, რომ მივიღო იდეალური შედეგი. ისე რომ ერთ დღეს მოვიდა პაციენტი და ყველაფერი ერთ დღეს მოუნდა. შეუძლებელია. -8 წელი თუ 12, მე ძალიან მიყვარს ეს ციფრი, რატომ ყველას ვეუბნები, რომ -8 წელს გაჩუქებ. უბრალოდ ამას ჭირდება სხვადასხვა ეტაპი. გენაცვალე შენ, აბა რა. სწორია. მოდი აქვე მითხარი, შენ მაყურებელს უთხრა თუ შეიძლება ბოლომდე იწოვება ჰიალურონის მჟავა? ეგ ცალკე თემა არის საერთოდ. ბარემ გითხარი ორი სიტყვით. ანუ ყოფილა რომ აი ტუჩი ან ცხვირი რომ აი რატო არ ჯგუფში დაწერენ რომ დასაშლელი მაქვს ფოტოსა რატო არ იშლი იმიტომ რომ დავიშალო მე ჩემი ქსოვილსაც დავშლი ეს ტენდენცია საიდან მოვიდა არ ვიცი არის აბსურდი ანუ ან არ უნდა დაშლა ან ვერ ნახა ადამიანი ვინც დაუშლის და ჰიალურონის მჟავა რაც შეეხება დაშლას კი რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია სტაბილიზატორს თქვა ორფაზიანობაზე პრეპარატია დამოკიდებული ანუ ახლა არ დავკონკრეტდები მაგრამ ვთქვა PEG პოლიეთილენგლიკოლის სტაბილიზატორი სადაც არის ინფილერებს ვთქვა მეორეჯერაც შეიძლება რომ დაიშალოს მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ის უხარისხოა და არ იშლება არის შეიძლება ჩამოყალიბდეს კვანძი გრანულომა იქ ანთებითი და ჰიალურონის მჟავა მას ჰიალურონიდაზა მას ვერ მოერიოს. მაშინ უკვე სხვა ფერმენტი ან კოლაგენაზა შემილია კომბინაციაში ერთად კოქტეილი კოლაგენაზა და ჰიალურონიდა და ერთად ვიმუშაო აი ამ კვანძებზე. არის ორფაზიანი ფილერის შემთხვევაში ბიოდეგრადაციის პროცესში იქაც კვანძები დარჩენილა და აი დამიჭერია ხელი და კოლაგენაზათი დამიშლია. ნუ აი ძალიან სხვადასხვა პერსონალიზებული მიდგომებია. სხვადასხვა ბევრი ნიუანსები, ესე არ არის, რომ აი ესე პირდაპირ. ამიტომ ყოფილა, რომ აი ასეთი შემთხვევები, რომ შემიძლია უშველო პაციენტს, მაგრამ ჩემამდე არ მოდის. იმიტომ რომ აი მესმის. პირველად ეს მისის, რასაც მე ვთავაზობ მას. გასაგებია. კარგი. რა უნდა აქცევდეს შენი აზრით ყურადღებას პაციენტი, როცა შედის ამ ტიპის სფეროს მომსახურე გარემოში? აი როგორ უნდა მიხვდეს რომ იქ მას ჭეშმარიტად პროფესიონალი დახვდება მოიმსახურება. ხო, მაგ კითხვაზე რო პასუხი გავცი, უნდა აი პაციენტის ტყავში უნდა შეძრე, ხო? კი. ეხლა მე რახან ამ სფეროში გათვითცნობიერებული ვარ, მე თქვა სხვანაირად მოვიქცე. სხვანაირად შეხედავდი და ჯერში უნდა გქონდეს ნდობა, უნდა იცოდე რომ ზუსტად მიდიხარ ისეთ სპეციალისტთან, ვისაც ენდობი, ხო? რა გამოცდილება აქვს, რა განათლება აქვს და რამდენი წელი აქვს მაგალითად სტაჟი. ის არა რომ უდევს ბევრი ფოტოები რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა. მაღაზე რა მინდოდა მე თქვა სხვა შორის ამასინა ჩემო კოლეგამ უსმენდი აღნიშნა იქ და სწორად რომ ბევრი ადამიანი წამოიგება ხოლმე აი ამ ფოტოკოლაჟებს. ანუ ფოტოს, როდესაც დებს ადამიანი მდე და პროცედურის შემდგომ, არანაირი ფილტრაციის დაფარული არ უნდა იყოს, არ უნდა იყოს საღებავებით შეღებილი ტუჩები, არ უნდა იყოს მაკიაჟი გამოყენებული, იმისათვის რომ ჭეშმარიტი რეალური ეფექტი არ დაიმალოს და ეს უნდა ჩანდეს, როცა არის პროცედურის ეფექტურობაზე და სარეკლამო კამპანიისთვის ამ ყველაფრის გამოყენებაზე. იმიტომ რომ ხშირია ასე ვთქვათ, გაპრიალებული რაღაცა სეგმენტების ჩვენება, რაც რეალურ მედიცინასთან კავშირში არ არის. ეს არის შექმნილი ილუზორულად რაღაც სიმულაცია, რაზედაც ადამიანი არ უნდა წამოიგოს. რა თქმა უნდა. ეს მნიშვნელოვანია და რაც თავარია, ამ სფეროში უნდა მოღვაწეობდნენ გამოცდილი ადამიანები და პირველი უნდა ვიკითხოთ, რა გამოცდილება გაქვს, სად გიმუშავია, რას ფლობს, აიდან მოხვედი, ხო? ეს და საერთოდ ჯამში მოხდა. ნუ ესე უცხოსთან არც უნდა მიხვიდე, თქვათ უკვე
მაგრამ მნიშვნელობა კიდე პრეპარატს რომელსაც რა თქმა უნდა იყოს ინფორმირებული და ადამიანი უნდა ზუსტად რა მოლოდინი აქვს პაციენტს ყოველთვის. რა მოლოდინი მე მოვედი და რა მოლოდინი ჭეშმარიტი მოლოდინები. შეკვეთას ვერ მოგცემ შენგან უნდა მივიღო რჩევა აი ეს პრობლემა მაქვს და რას მეტყვი შენ და მე რა შედეგს მივიღებ ხო აი რემოდელირება მინდა ეხა აი ეს ეგრეთ წოდებული ბრილები ძალიან პრობლემაა ხო ზუსტად ვიცი რომ პლასტიკის გარეშე ამას ვერ მოვერევი დღესდღეობით მე არ მექნება 100%-იანი მოლოდინი შეიძლება რაღაცა დროებითი რაღაცაზე გაუმჯობესება ვიკითხავ მივიღებ რჩევას თუ დავთანხმდები და რჩები ეგრევე პროცედურის გასაკეთებლად თუ არა და ვიფიქრებ ალტერნატივა ხო შეიძლება ალტერნატიული გზა ვნახო რაღაცა აბსოლუტურად გეთანხმები და ხშირია ჩემთან მოსულ პაციენტების შემთხვევაში მაგალითად გაკეთებული პროცედურების შემდგომ მით უმეტეს როცა შემავსებლებს იყენებენ ვეკითხები რა გაგიკეთათ არ ვიცი რამდენი გაგიკეთათ არ ვიცი რა პრეპარატი იყო სადაური იყო ის მაინც არ ვიცი ყველა პაციენტს როცა უკეთდება მით უმეტეს შემავსებელს აქვს თავისი პროტოკოლი იმას მოყვება თავისი პასპორტი საბუთი რომელიც ერთი რჩება დაწესებულებაში მეორე რეკომენდებულია რომ მიეცეს პაციენტს რათა კონდეს მას ხელთ ნებისმიერ ადგილას ვიზიტისას ის რაც აქვს მას განაკეთები თორე ეს ხშირ შემთხვევებში ჩვენ გვაძლევს ინფორმაციას რომ შემდგომი ნაბიჯები სწორად გადავდგათ სამწუხაროდ ესეც არ აქცევენ ხოლმე ამას ყურადღებას რას ისურვებდი ლელა შენ იმას რაც სოფლიოში უკვე შემოვიდა მაგრამ ჯერ საქართველოში არ შემოსულა აი დადიხარ კონფერენციებზე სიმპოზიუმებზე და ხედავ ახალი პრეპარატები რაღაცები რაც ჩვენთან ჯერ არ არის ეგეთი რამე მე უფრო ცოტა სხვა სურვილი მექნება. აბა გითხარი? ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ აი სხვადასხვა იგივე ახალი პრეპარატები რა იყო, აი პროდუქცია აპარატურული, ხო? რომ იყოს კარგი დატრენინგებული სათანადოდ დატრენინგებული პერსონალი აი ამ აპარატებზე. მართლა პროფესიონალი და არა რომ თქვა აპარატს ასე დააჭერდეს გაკეთდეს ხო აი თავისი ყველაფერი მაგას გამოცდილება ჭირდება ჯერჯერობით ჩვენ ამ ბაზარზე ახლები ვართ ასე თუ ისე მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი კი გამოცდილება რაოდენობრივი არ არის ხო ვისურვებდი კიდე რას რომ აი ეს მივყვეთ ფეხდაფეხ უფრო ცოტა სხვა სტილის ევროპულ ხაზს და არა აზიურს, აი ისევ ტუჩზე ვიტყვი, იმიტომ რომ ყველგან გამოვირჩევით, აი კონგრესებზე გამოვირჩევით, ერთ იმაში ვიხარშებით, თქვათ უფრო აი ამ ტუჩებით. Russian lips და აი ეს რაღაცა ეს მისწრაფება საიდან მოვიდა მაგრამ მე მგონი ნელა კლებულობს ეგ არა არ კლებულობს მეც ისე მეგონა გააჩნია ცოტა უფრო ჩვენი ასაკის ხალხში ცოტა წამოვიდა ტენდენცია რომ ბუნებრიობა მაგრამ აი ახალი თაობა მოდის და ხო მაგას ხვალამოღებული ვებძვით ხო არ ვიტყვი მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ ყოველთვის შენს და ყველა ჩვენი ანუ მე პლუს კიდე როგორც დერმატოლოგი ანუ რას ვიძახი რომ იქსოვილს აწვალებენ საშინელება უკეთებენ აი ამ ქსოვილებს იქ იმიტომ რომ პირდაპირ აი როცა მუშაობ აი რენტგენივით უნდა შეხედო უნდა პირდაპირ ანატომია უნდა დაინახო ამა თუ იმ ზონის და არა ესე ბრმად რაღაცა მგიდევს რაღაცა მასალა და რაღაცას თამაშობ ეგრე არ არის რა თქმა უნდა მადლობა მაგ უკავშირისათვის დღესდღეობით რომელი გამოახალგაზრდებელი პროცედურა არის ყველაზე მეტად გამოყენებადი სტატისტიკურად უფრო მე მაინც გონია რომ ბოტულინოთერაპია ლიდერია სოფლიოში და ჩვენთანაც ხო და კანის დატენიანება და ესეც კარგია დამცავი და კარგია რომ აი კანის ხარისხზე დაიწყო მუშაობა უკვე რამდენი წელია უკვე ეს ნუკლეოტიდები არსებობს მაგრამ ეხა 2 წელიწადნახევარია რაც ლაპარაკობენ აი ეს ორაგულის ექსტრაქტი ესე ანუ ჩვენ მე მქონდა რამდენი ხანია ვაკეთებულოთ ეს
PDRN-ზე ეხლა PDRN-ი, ხო. გავიგე. კარგი, ახლა მაყურებლის კითხვები გვაქვს, რომელზედაც მინდა პასუხი გავცეთ შენთან ერთად, თუ შეიძლება. მაქვს აკნეს შემდგომი ლაქები და ნაწიბურები. შესაძლებელია თუ არა მათი სრული გაქრობა სახლის პირობებში, თუ აუცილებელია კლინიკური ჩარევა. მინდა გავაწმილო ჩვენი მსმენელი, რომ სახლის პირობებში გამორიცხულია. გააჩნია ხო სახლის პირობებში რას მოიხმარს თუ თქვათ რაღაცა ჟავების შემცველი კრემი, შეიძლება სადღაც 15-20%-ით გააუმჯობესოს. მაგრამ რისკებია რომ უარესი რელიეფი კანის, მაგრამ ანუ ჩვენ გარეშე არ გამოვა. კარგი. ბაზარზე იმდენი შრატია, დავიბენი, როგორ შევადგინო ეფექტური რუტინა, ისე რომ ზედმეტი ფული არ გადავყარო. თან შრატები რაღაც ძვირადღირებული ტიპებია, ხო? შრატები არის საკმაოდ ძვირადღირებული. ხა კორეული შრატებია, ბევრი ბუმია შრატებზე, სხვადასხვა შემადგენლობის. ანუ კონკრეტულად ზუსტად რისთვის გჭირდება რა საკითხი, ანუ კონკრეტულად შენზე მორგებული შრატი უნდა იყოს ეს. მაგრამ ზოგადად მარტო შრატს ვერ გამოიყენებ, იმიტომ შრატი აშრობს კანს. ანუ სწორ ჩართულობაა საჭირო. ანუ შრატი კანზე დაიტანება რაღაცა კრემის ქვეშ. ანუ ეკონომიურ, ბიუჯეტურად ეს ვერანაირად ვერ გამოვა. იმიტომ რომ შრატს კიდე ჭირდება ზევიდან წასასვლელი სხვა კომპონენტი და ვინაიდან ესეც ბიუჯეტური არ გამოვა არანაირად. ორსულობისას რას უგზალავ კატეგორიულად კანის მოვლის პროცესში ადამიანს? მე აუგზალავდი მოვლის პროცესში. ხო რეტინოლს. არ არის რეკომენდებული. არ არის რეკომენდებული. რეტინოიდები, რეტინოლი, ასევე რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის შრატები და ნიღბები. როცა არ ვიცით რა არის. ყაი, რაღაცა ცალობით რაღაც ნიღბები იყიდება ხო. ნაირნაირი და მე მყოლია შემთხვევა მქონია თვალები შეშუპებული და მწვავე პროცესი გამწვავებული, ხო. კარგი, აქვე დავამატოთ, რომ შემავსებლების და ბოტულინოტოქსინის გამოყენებაც ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. კატეგორიულად აკრძალულია. არ არის, პირდაპირ პასუხი არის, არა, ამ დროს არა. კარგი, შემდეგი, რამდენად ხშირად უნდა შეცვალოს ადამიანმა ბალიშის პირი და პირსახოცი სახისათვის, თუ კი მას პრობლემური კანი აქვს. ან გამონაყარი აქვს, თან რა. ხო. მათ შემთხვევაში ხარ გამონაყარი, თქვათ აკნე აქვს, ჯირქოვანი. ან დემოდეკოზი, ხო, ტკიპა. ინდივიდუალური თავისი ბალიში უნდა კონდეს, რომელსაც ხშირად უნდა ამზეურებდნენ და კარგი იქნება რომ ცხელი უთოთი აუთავდნენ. ბალიშის პირი რა თქმა უნდა 2 დღეში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოს. იმიტომ რომ ის ექვემდებარება სწრაფდაბინძურებას. პლუს კიდე თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მოვლის საშუალებებსაც სპეციფიურ საცხებსაც ხმარობს ამ პროცესში. ის კიდე დამატებით და შეიძლება იყოს რომ ყოველ დღეს გამოსასვლელი გახდეს. ხშირად მით უკეთესი ამ პრობლემატიკის არსებობისას. პირსახოცი უნდა კონდეს ინდივიდუალური, რომელიც უნდა ასევე ცხელი უთოთი დაუთავდეს. ხშირი პრობლემა, მოდი ამაზეც გითხარი შენი აზრი რა. თვალის ირგვლივ შავი წრეები მაქვს, ისე როგორც დედას. ეს დაავადების ნიშანია რაიმე, თუ კრემით შეიძლება უშველო, თუ რამე სხვა არსებობს, რომ აი ამ ჩაშავებულ, პირდაპირ თქვა, ჩაშავებულ თვალბუდის არის უმკურნალო. თუ როგორც დედას ისი აქვს, ეს უკვე პირველი თემაა, რომ გენეტიკურია. მეორე დავიწყოთ იქით, რომ იმით რომ შესაძლებელია რუტინულად ან არ ძინავს კარგად. ხო, გადაღლისგან ეს კაი სიმპტომური იყოს. ან იგივე რაც წეღან რო ვთქვით. ნათება შესაძლებელია, ან ასევე კუჭნაწლავის გასტრიტმა იცის, ეს მუქი სიშავე. ყოველ შემთხვევაში აქვე დავამატოთ, რომ უხეში ჩარევები ამის გამო, მოდი ახლა შემავსებელს გაგიკეთებ აქა და ამას გაგიქრობ, ეს არის, აი მან ბევრი რისკები არის თუ არა ეგრე? რა თქმა უნდა. თან ახლა შევსება კიდე შემავსებელია ჩავარდნილი ზონისთვის, ხო? იქ
ის რო ის სიშავეს კი არ აქრობს. ანუ სიშავეს ვერ გააქრობს. იგივე ცოტა სილურჯერო აქ ხო ვთქვი თხელიკანია და შიგნიდან ჩანს ეს კუნთოვანი ისა და ამიტომ არის სილურჯე და როცა ხდება ჩასმა ამ ფილერის ცოტა კომუფლირება ხდება ამ ზონის და ამიტომ იცვლება ფერი. სიმთხილეა საჭირო ზედმეტობა არ მოხდეს. ზედმეტობა არ მოხდეს. ამიტომ პირდაპირ ხელაღებით მან ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ნუ კონსულტაციაზე უნდა მოვიდეს. შენ მადლობა პროფესიონალიზმისათვის, ასოციაციას, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, წარმატებები ვუსურვოთ, ჩვენს კოლეგებს მეტი განათლება ჩვენთან ერთად და მეტი პრაქტიკა, იმიტომ რომ ეს საერთოდ წარადგება ყველას და რა ვიცი, ესე გვერდში დგომით დენელა წინ მიიწევს ეს სფერო და ისევე როგორც სხვა დანარჩენი უნდა განვითარდეთ და მეტი ვისწავლოთ. ძალიან დიდი მადლობა, ლელა ყურაშვილი იყო დღეს პოდკასტის სტუმარი, დერმატოვენეროლოგი, ძალიან კარგი ადამიანი და ექიმი. მადლობა, გვიყურეთ, მოიწონეთ ჩვენი არხი და გამოგხვევით. მადლობთ. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.